საკვირდით სტუმრებთან ერთად შემოგიერთდით. მოგილოცავთ ისევ და ისევ ძველი და ახალ წელს, კარგ ნაყოფიერ წელს გისურვებთ და გადაცემის სტუმრებს შეეხება ნათია ჯიმშვილიშვილი გვეწია ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. ასევე ჩვენთან სტუმრად იმყოფებიან ბესო თოდრაძე და მათე ადეიშვილი. მოგესალმებით ბიჭებო, გამარჯობა. მოგესალმებით ნათია. გილოცავთ სამივე თქვენთაგან შობა ახალ წელს, კარგ ნაყოფიერ და პოზიტივებით აღსავსე 2026 წელს გისურვებთ. ნათია, დავიწყოთ თქვენი დიდი პაუზა გამოგვივიდა ბოლო ვიზიტიდან დღემდე. იმედია საპატიო მიზეზებით იყო განპირობებული. როგორ ხარ? მადლობა მოწვევისთვის, მადლობა ძალიან კარგად ვარ. გილოცავთ შობა ახალ წელს. მადლობა. მაყურებელს ვილოცავთ. ასევე დღეს სახელმწიფო დროშის დღე გვაქვს და ამასაც გილოცავთ. მადლობა. მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება ჩვენს ცოტა შესვენებას ხო პაუზას ვარქმევთ ხოლმე. რა ვიცი, კი ალბათ შეიძლება ძალიან ბევრი საქმეების გამო არ განპირობებული, ყოველთვის როგორც ვარ ხოლმე დატვირთული და დღეს ძალიან კარგი ამბებით მოვედით. ეს ორი ახალგაზრდა იმისთვის მოვიყვანე, რომ ესეც ჩართული არიან ამ ამბებში და მოკლედ ვისაუბრებ ამ თემებზე. ძალიან კარგი მათე. მოგესალმებით ისევ და ისევ გილოცავ შობა ახალ წელს. რამდენად ნაყოფიერი აღმოჩნდა თქვენთვის 2025 წელი და თქვენ დედაშვილი ბრძანდებთ, როგორც გავიგე. ეთერს მიღმა საინტერესო ალბათ ხო დედასთან ერთად. პირველად ხარ გადაცემაში დედასთან ერთად. აჰა, გასაგებია. მადლობა გინდა გადაგიხაროთ მოწვევისთვის, ბრავალ ახალ წლებს თქვენ მსმენელებით. 2025 წელი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი იყო. ბევრი ახალ რაღაც გამოვცადე, ბევრი კარგი ხალხი გავიცანი და სტუდენტის 2025-ში გავხდი და ძალიან კარგი წელი იყო ჩემს ბედნიერი და გილოცავ სტუდენტობას და ძალიან ნაყოფიერ, ასე რომ ვთქვათ, სტუდენტურ თავგადასავლებს გისურვებთ და ბევრ წარმატებას იმ პროფესიაში, რომელიც აირჩია, როგორც ვფლობ ინფორმაციას, ბესო სტუმრად ბრძანდება ქუთაისში, გურიიდან. მოგესალმები, გილოცავ ახალ წელს. რა მოვლენას გამოარჩევდი 2025 წლიდან რომ მითხრათ და საიდან გადაიკვეთა თქვენი და ქალბატონი ნათიას გზები? პირველ რიგში მოგესალმებით, გილოცავ შობა ახალ წელს, მრავალზაესწარით. 2025 წელს რაც შეეხება ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი წელი იყო, რადგან სწორედ 2025 წელს მე გავხდი ჩოხოსანი და ჩოხოსანობას მოყვა შემდეგ ჩემი სტიქაროსნად კურთხევა. და მოკლედ აქედან გამომდინარე 2025 წელი ჩემთვის იყო სიხარული და ბედნიერებით აღსავსე. რაც შეეხება მე და ქალბატონი ნათიას ურთიერთობას, არის ესეთი შესანიშნავი პოეტი ნინა გიორგაძე, რომელიც იმყოფებოდა ემიგრაციაში და მე ბავშვობიდან ვარ ჩართული ლექსებთან დაკავშირებით ამ თემებში, ვკითხულობდი ლექსებს და წვირთავდი Facebook გვერდზე. და ქალბატონმა ნინა გიორგაძემ ერთ-ერთი ჩემი ლექსი ნახა, ასე ვთქვათ, მოეწონა მას ჩემი წაკითხული ლექსი და მოკლედ დაუკავშირდით ჩვენ ერთმანეთს და გავიცანით ერთმანეთი. ამის შემდეგ ქალბატონმა ნინამ მე დამაკავშირა ირაკლი კეჭყემაძესთან და მას ჰქონდა ესეთი ორგანიზაცია სენსისხლო ჩემო, რომელშიც მე მივიღე მონაწილეობა ერთ-ერთი ლექსით. შემდეგ გავიცანი ქალბატონი ნინას დამსახურებით ქალბატონი ნათია და აქედან შედგა ჩვენი ურთიერთობა. და ყველაფერი დღემდე რაც მოვაღწიე, მე რასაც მივაღწიე, ის შოხოსნობა იქნება, სტიქაროსნობა არის თუ რაც თუ რამ არის ქალბატონ ნათიას დამსახურება. და მადლობა მინდა გადავხადო მე ქალბატონ ნათიას ამ დიდი წვლილისთვის შემცხოვრებაში. ესე თავად არ წერთ ლექსებს, მხოლოდ კითხულობ. წერ თავადაც. თქვენთვის წერთ და ჯერ არ და ფართო საზოგადოებასაც. ბესოს წიგნის გამოსაცემად ვემზადებ, უფრო სწორედ გამოცემის პროცესში ბესოს წიგნი და თუ კი დავპატიჟებთ, აუცილებლად გეწევით შემდეგ პრეზენტაციასთან დაკავშირებით. თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით წიგნი იქნება. ბესოს ლექსები ასევე იბეჭდება სხვადასხვა გამოცემებში, ერთ-ერთი აი ეს გახლავთ, რომელზეც ვისაუბრებთ მოგვიანებით და ასევე ბესოს პოეზიას რაც შეეხება, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსის გამარჯვებული გახლავთ, საერთაშორისო კონკურსი ლექსის ბარათი ასეთი არის, რომელიც რაღაცა ოლიმპიადის პრინციპით იმართება ყოველ წელიწადს იმ ქვეყანაში, რომელიც ქვეყნის წარმომადგენლებიც გაიმარჯვებს და ბესო შაშა გავიდა ათეულში და მე-6 ადგილზე მოიპოვა სიცოცხლის ლექსის წოდება, ტიტული, ასე რომ ვთქვათ და ჩამოვიდა იტალიიდან ეს პრიზი. გილოცავ ბესო, როგორ დაახასიათებთ ბესოს პოეზიას? ბესო არის ძალიან გულწრფელი ადამიანი, თავის ლექსებში, ანუ ლექსში ვამბობ, იმიტომ რომ მე თითოეული მისი ლექსი ჩემ ხელში გადის, როდესაც დაწერს პირველი მკითხველი ვარ, როგორც ასევე მიწევს მისი წიგნის რედაქტორობაც
ძალიან ხშირი არის ბესოს სტუმრობა ქუთაისში. ფაქტობრივად ვფიქრობ, რომ სტუმარიც აღარ არის. მასპინძელია ჩვენი. სტუმარიც აღარ გახლავთ ბესო ქუთაისში და მისი ლექსები ყოველთვის არის ემოციასთან დაკავშირებული, ცოცხალ ემოციასთან. აი შეუძლია მაგალითად ნებისმიერ ლექსს გამოეხმაუროს პასუხად, ნებისმიერი ამბავი მისთვის ინსპირაცია იყოს და აქედან გამომდინარე მე ვამბობ, რომ ბესო ძალიან გულწრფელი ავტორია და მე ვუსურვებ მის ლექსებს ზრდას და შემდეგ მომავალში იმედია, რომ ბესო თოდრაძის სახელდაბარი პოეზიაში მყარად დაიმკვიდრებს ადგილს. და ასე იყოს. იმაც დავიტოვებ, რომ ქუთაისში და თუნდაც ჩვენთან ვიზიტიც ბესოსთვის აღმოჩნდება რაღაც თაგონების წყარო და ესე ხელცარი. ხო არა, მე არ მოვალდებულებ ცხადია, მაგრამ იქნებ რაიმე მოეწოდოს ირგვლივ და მიმოიხედოს. მათ თქვენს ბრძანდებით ჩოხოსანი. დიახ, ჩოხოსანი. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, რატომ გაგიჩნდა ეს სურვილი? ჩოხოსანად მე მოვინათლე 8 წლის ვიყავი, აი. თქვენ უფრო მეტ წელს ითვლით, საინტერესოა. 10 წელია მაგიდან გასული და ვიხსენებ, თავიდან აი ვიხდებოდი რა რიტუალში ვიღებდი მონაწილეობას, მაგრამ აი მერე დრო და დრო გავიაზრე უკვე ხდები რომ აი ამ ხელა რაღაცა გამიკეთებია და უფრო და უფრო წვდები მაგის აღწერას. და მიხარია რომ აი პატრიარქის ჩოხოსანი მქვია. პროფესიას რას ეუფლები, ესეც მითხარი. ბიზნეს ადმინისტრირება. ოჰო, და კალათბურთს თამაშობდი. თამაშობდი. არ გენატრება? კი, მენატრება და ახლა ბრუნდები სპორტში ისე ვარჯიშები მაქვს დაწყებული და თბილისში გააგრძელებთ. ძალიან კარგი, ბევრ წარმატებას გისურვებთ, იმიტომ რომ კალათბურთი ძალიან გვიყვართ საქართველოში და მით უფრო ქუთაისში. ნათია, ჩვენი მთავარი ცენტრალური, ესე რომ ვთქვათ, შეხვედრის მიზეზით ძალიან საპატიო და საპასუხისმგებლო, თუმცა იქამდე უნდა გამეცნო ჩემი სტუმრები და ტელემაყურებლებსაც მცირე შთაბეჭდილება უნდა შექმნოდათ მათ შესახებ. ორენოვანი ჟურნალი გამოიცა, რომელსაც დავითის ქალაქი ეწოდება, რომლის პრეზენტაციას უკვე შედგა და ამ იდეის ავტორი პროექტის ხელმძღვანელი ხო, უფრო სწორად, ბრძანდებით თქვენ, მოდით გვიამბეთ, რას ემსახურება და აი ამ კონცეფციაზე რამდენი ხანი მუშაობდით? დავითის ქალაქი მე ვფიქრობ, ჩემი საგამომცემლო საქმეებიდან 2005 წლიდან მე გამომცემლობის ხელმძღვანელი გახლავართ, უამრავი წიგნია ჩემს ხელში გამოვლილი, მაგრამ ეს ერთ-ერთი ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემა, ეს ჟურნალი დავითის ქალაქი. შაშან 2025 წელს დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ეპოქალური თარიღი, რომელსაც ჩვენ ესეც საიუბილეოს, ასე რომ ვთქვათ, მრგვალ თარიღს ჩვენი თაობა ვეღარ აღნიშნავთ, ხო, ვეღარ მოვესწრებით, რა თქმა უნდა. და ამიტომ რა კი უფალმა ინება ამ ეპოქაში ჩვენი დაბადება და გვერგო პატივი იმისა, რომ დავითის 900 წლის გარდაცვალების თავს მოვსწრებოდით და ოქროს ხანიდან, ასე რომ ვთქვათ, ჩავთვალე საჭიროდ, რომ რაღაცნაირად სიმბოლურად გამოხმაურებოდი ამ თარიღს. პირველად გამიჩნდა ამის იდეა, როდესაც ჩარშან 8 თებერვალს ჩვენ ბატონ ლევან როხვაძის თაოსნობით ჩოხოსნები ყოველთვის ვიკრიბებით ხოლმე დავითის საფლავზე და აი მაშინ ცოტა უფრო მიდუმებული იყო ამ თემასთან დაკავშირებული საკითხი, ანუ არ აღინიშნა ისეთი ენთუზიაზმით, როგორც ეკადრებოდა მაგალითად ჩვენს მეფეს და ოქროს ხანის ავტორს დავით აღმაშენებელს და მხოლოდ ჩოხოსნებმა ვიხმაურეთ იმ დღეს გელათში თქო, მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში და მაშინ გამიჩნდა იდეა, რომ მოდი სიმბოლურად გამოვეხმაურები ამ თარიღს. დავიწყე ავტორებთან ურთიერთობა, მინდოდა რომ ესე იგი დავითის შესახებ, ამ ქუთაისის შესახებ ლექსები შემეკრიბა, რამდენიმე ეს არის მეგობრულ სივრცეში გაკეთებული თვითონ შეკრება პოეტებისა და შემდეგ რა თქმა უნდა ისტორიკოსებიც ჩავთი ამ ამბავში, ყველამ თავისი წვლილი შეიტანა სტატიების სახით, ინტერვიუების სახით, ბატონ ლევან როხვაძესთან ვრცელი ინტერვიუ არის როგორ დაარსდა ჩოხოსანთა ორგანიზაცია, რომელიც დავითის სახელს ატარებს 2000 წლიდან ქუთაისის ჩოხოსანთა ორგანიზაცია და მე მათ ეს წერილიც არის შესული, ძალიან ემოციური წერილია. პირველად როცა ჩოხოსნად ეკურთხა, პატარა ბიჭი იყო და ამბობს, რომ ეს ხმლების აი დავითის საფლავზე სიტყვის საპატიო სიტყვის შემდეგ ხმლებში რომ გამოატარეს დიდმა ჩოხოსნებმა პატარა მათე და როგორი ემოცია დაეუფლა მას. ასევე ბესო, როდესაც ჩარშან ეკურთხა ჩოხოსნად, მან აი როგორც თქვი, წელს გულწრფელი ლექსების ავტორია თქო, ზუსტად იმ ემოციით მან ლექსი მიუძღვნა ამ დღეს და აქვე არის შესული წიგნში და მოკლედ ძალიან საინტერესო ვთვლი ამ გამოცემას. და ორენოვანი რატომ ესეც სამკითხად? ორენოვანი რატომ? აი მაგას მინდა გავუსვე ხაზი, ორენოვანი და თან თურქულენოვანი რატომ? იმიტომ რომ მე როდესაც ამ ხალხურ ურთიერთობები მაქვს
თან და თურქეთელ ქართველებთან განსაკუთრებით არათურქებთან ხედავ რომ როგორი მწირია ინფორმაცია ჩვენი დავით აღმაშენებლის შესახებ. არა და პირდაპირ კავშირები ჰქონდა ოსმალეთთან, ხო და თურქებთან დიდი თურქობა ასევე არის ისტორიაში ძალიან ბევრი ისეთი ფაქტი, რომელსაც ახლა მე არ განვიხილავ. დიდგორის ბრძოლა ყოველ შემთხვევაში მათ უკავშირდება და აქედან გამომდინარე მე მინდოდა რომ იმ ქართველებს, რომელსაც ძალიან მწირი აქვს ინფორმაცია და არ იციან ჩვენი მეფეების შესახებ, არაფერი გარდა თამარ მეფისა, გადავწყვიტე რომ მათ გაეცნოთ დავით აღმაშენებელი. ახლა დავითზე ტომები არის დაწერილი და მე რა თქმა უნდა ჟურნალის სახით ძალიან მწირია ინფორმაცია, მაგრამ რაც ძირითადი იყო ის ამოუკრიბე, რაც უნდა იცოდეს ზოგადად ადამიანმა და აქედან გამომდინარე მომიწია დიდხანს მუშაობა ამაზე, რომ ლექსიც ნათარგმნია, ანუ მთლიანად ნათარგმნი არის მთელი ეს ჟურნალი. ბესოს ხომ არ იქნება სურვილი თუ ცხადია ის ლექსი რომელიც შესულია წაგვიკითხოს ძალიან კარგი იქნება. მე იმას ავამატებ კიდევ ბატონი ორხანბერიძე თურქეთელი ქართველი ყავდა ჩვენ საპატიო სტუმრად მოწვეული, მასაც აქვს თარგმანზე ნამუშევარი, რა თქმა უნდა სხვა თარგმანის ჯგუფის წევრებთან ერთად და ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებებით შემოვიფარგლეთ მთელი ამ 3 დღის განმავლობაში. ბატონი ორხანი პირველად როდესაც ქუთაისში მოვიწვიე ქალბატონ სეზენ გონენჩთან ერთად, ანუ სალომე ბარამიძე, ვინც დააფუძნეს შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრი სტამბოლში. ეს ფოტომასალაც და მათი მოგონებებიც არის ამაში შესული, როგორც ბატონი ორხანის, ასევე ქალბატონი სეზენის და გელათში როცა ესტუმნენ გელათს, ანუ ამაზე წერენ ემოციური წერილებია ძალიან და აქედან გამომდინარე ვთვლი რომ ძალიან საინტერესოა ეს ჟურნალი. იმიტომ რომ მათი შთაბეჭდილებები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე თითოეული ქართველის ჩვენგანი. კი, შთაბეჭდილებები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმედია გელათს გადავერჩენთ ხო და არ იქნება ესე ცალკეულ მდგომარეობაში. ძალიან მტკივნეული ნაწილი. სხვათა შორის ძალიან მერიდება ხოლმე ტაო-კლარჯეთის ძეგლებზე რო ვსაუბრობ და გელათი ასეთ დღეში არის. ყოველთვის როცა შენიშვნაზე მეტყვიან ხოლმე კომენტარებში, როცა აი მაგალითად ხახუნზე ძალიან მძიმე და ემოციური სტატია მქონდა და ვიდეო მასალა და რამდენიმე მათგანმა მომწერა რომ გელათი გაქვთ ისეთ დღეში და ხახუნს მისტირითო და ეს ძალიან ანუ მართალია რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ საერთოდ რა ვიცი ისეთი ბუნება გვაქვს ადამიანებს, რაც შორს არის და დაკარგულია, ის მიგვაჩნია უფრო ძვირფასად და გვერდით შეიძლება კერავ თავზე გვემხობოდეს არის ასეთი სამწუხარო ფაქტები, მაგრამ იმედია მომავალში რაც ჩვენ ხო იმედის ხალხი ვართ. ხო. არ ვიცი, მე არ ვარ ძალიან იმედის ადამიანი, მაგრამ ალბათ ზომიერად იმედიც კარგია და იქვე რაღაცეები შიშის ფაქტორიც. ბესო, თუ არ დაიზარებ, წაგვიკითხე, ხო? არა, პირიქით ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. ეს ჟურნალი, როგორც ქალბატონმა ნათიამ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია და მეც ერთი ჩემი პატარა ლექსით არის შეტანილი ამ ჟურნალში. მას გულზე ფეხი კი არ დავადგი, მუხლი მოუყარე მეფის საძვალეს, გავითავისე ჩემი საქმენი სამშობლოსათვის, რაც კი მასწავლეს, გელაც აწვიმდა ციო და გარეთ, ჩემში კი დუღდა სისხლი ქართული, ჩოხოსანი ვარ მე პატრიარქის, მე ქართველი ვარ აბჯერ შესხმული, მეფიცი დავდე მეფის საფლავზე, ვიქნები მუდამ უფლის ერთგული, მუდამ ვიდგები სადარაჯოზე და სამშობლოსთვის იცგერს ეს გული. ძალიან დიდი მადლობა ბესო, მათემ თქვენი ლექსი არ არის ხო, როგორც ვიცი. რას ეხება? სპათაშორის ძალიან კარგი წერის კულტურა აქვს. ჩანახატებს წერს, ეხლა დღეს რა თქმა უნდა ვერ გამიხილავთ ამ ამბავს, მაგრამ მაინც მინდა რომ გენეტიკურ ნაწილს გამოვეხმაურო, ვფიქრობ რომ აქვს დედისგან გამოყოლილი. კარგი, ამჟამად კაცრი დედა ხარ რა მითხრა. მოდი მათეს ვკითხოთ. კარგი, მათე. არა, ჯერ მინდოდა თქვენი თავით შეგეფასებინათ და შემდეგ მათე იტყვეს. სხვათა შორის ვერ ვიტყვი რომ არ ვარ მკაცრი, იმიტომ რომ არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ყველაფერი თავისუფალია. თავისუფალი არის ჩვენთვის, ოდესაც უკვე ადამიანი დამოუკიდებლად იწყებს გადაწყვეტილებების მიღებას, მომწიფებულია მისი აზროვნება, აქვს იმის უნარი, რომ განსაჯოს, ვთქვათ, გაანალიზოს თავისი გადადგმული ნაბიჯები და სიმკაცრე არ განისაზღვრება მაგალითად ფიზიკურ სიმკაცრეში. აუცილებელია რომ შენიშვნა იყოს ცოტა უფრო მკაცრი, ან უფრო რბილი გააჩნია ადამიანს როგორ ესმის, ვისთან გაქვს საქმე და როგორ პიროვნებასთან, რამდენად უფრო ხელმისაწვდომია მისთვის ის ემოცია, რომელსაც დედა, მამა, ან მშობელი, ან უფროსი თაობა გასცემს მის მიმართ. მათი ძალიან თვინიერი ბავშვია, ბავშვობიდან ახლა მოზარდი და მაინც ხანდახან ჭირდება ხოლმე, მაგრამ
საერთო ჯამში არაფრით არ მენდური, იმიტომ რომ ძალიან კარგი ახალგაზრდა არის და ძალიან იმედი მაქვს ამისი. მათე, მე მგონი ისე დაგახასიათა ძალიანაც რომ გინდოთ ეს ვერიტყვი მკაცრიო და მაბრაზებს ხანდაღან მაინც. ასე არა, მაგრამ აი უთანხმოებები მაინც მოგდის ხოლმე. რაზე ვერ თანხდებით? ხშირად. მე ვფიქრობ, მაინც სამართლიანად მკაცრი ვარ, თუ კი მკაცრი, ანუ სამართლოდ სიმკაცრი არ ივარგებს, ხო? ხო, ეგეც. საინტერესო ფენომენია დედაშვილობა და მით უფრო ალბათ ეს ქართული იცნება, რასაც დედაშვილობა ეწოდება. ნათია, თქვენ ის მოწვეული ადამიანები ახსენეთ, ვინც თურქეთიდან ყავდათ მოპატიჟებული, რაც შეეხება უკვე ქართულ დელეგაციას, რა რეზონანსი ჰპოვა ამ ჟურნალმა და დაინტერესების შემთხვევაში თუ შეიძლება თქვა შეიძინონ ან არ ვიცი, ხელმისაწვდომობა როგორ იქნება. ეს ჟურნალი დავბეჭდე გარკვეული რაოდენობით, იმიტომ რომ ჩემი თურქეთში ვიზიტის დროს მინდა რომ როგორც თავში ვახსენე, რომ მათ ჰქონდეთ ინფორმაცია და მე ძალიან ბევრი ადამიანთან მაქვს იქ კავშირი და როგორც დედაენებით ვარ ხოლმე ხელდამშვენებული რომ მივდივარ აქედან, ერთ-ერთი საინფორმაციო წყარო ჩვენს ერთ-ერთ მეფეზე ყოველ შემთხვევაში მინდა რომ იყოს ეს ჟურნალიც და აქედან გამომდინარე გარკვეული რაოდენობით მაქვს, არა გაყიდვის თვალსაზრისით და კომერციული თვალსაზრისით არა. აი ამ თვალსაზრისით ეს არის მიზანი მთავარი. ცოტა სარისკო მიზანია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ესე იგი რისკი და ნაბიჯები აუცილებელია იმისთვის, როცა რაღაცას აკეთებ. რაც შეეხება ჩვენს სტუმარს, ბატონ ორხან ბერიძეს, ეს ხო დიდებული ადამიანია, ყველა ძალიან უყვარს საქართველოში, იმიტომ რომ გულიანი ქართველია, ნამდვილად გულწრფელი არის მისი ყველა ემოცია და დამოკიდებულება ისტორიული სამშობლოს მიმართ და მინდა გითხრათ, რომ ეს სიმბოლური ეს არაფერი თარგმანი გადმოქცა საჩუქრად. ეს არის ანა კალანდაძის ფეხი დამადგით, გულზე დამადგით და აი არ იცოდა არც მან და მეც არ მიმიწოდებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანა კალანდაძესაც წელს საიუბილეო წელი ჰქონდა, უბრალოდ 2025 წელს 100 წლის იუბილე ვიზეიმეთ ანა კალანდაძისა და სწორედ მისი ლექსი დავით აღმაშენებლის საფლავთან წაიკითხა, ასევე თურქულად არის ნათარგმნი და იქ ვინც იყო სტუმრებს დაურიგა გადასცა საჩუქრად შოთა რუსთაველის კულტურის ცენტრის სახელით ეს პატარა ბროშურა თუ რა ვიცი იყო დავარქვათ. ანუ ამ შეხვედრამ რეზონანსულად და საინტერესოდ ძალიან ბევრი ქონდა გამოხმაურება და კიდევ უფრო მეც აწიველოდებით, იმიტომ რომ სულ 2 დღე არის გასული ამ მომენტიდან და შემდეგ იმ დღეს კიდევ სხვათა შორის მეორე ღონისძიებაც ჰქონდა და მინდა 2 სიტყვით ამაზეც თქვა. შემოქმედებითმა საზოგადოებამ მზის თეატრმა შაშამ პირველად გააკეთა პირველი ღონისძიება ახალი წლიდან ეს პოეზიის ნაძვის ხე, ასე დავარქვით მას. სადაც სხვა პოეტების ლექსები ბარათებად იყო შექმნილი ნაძვის ხეზე და იქიდან ვკითხულობდით ლექსებს და ეს ძალიან საინტერესო პროცესი არის თვითონ და გადავწყვიტე ისევ იმ მათი ემოციებიდან გამომდინარე და კმაყოფილებიდან რომ წელსაც ყოფილიყო და ვფიქრობთ რომ ყოველ წელიწადს მზის თეატრი დაიწყებს ამ ღონისძიებით ყოველ ახალ წელს და ტრადიციული სახით. ბატონ ორხანიც იყო ამაში ჩართული წელს. ბატონ ორხანთან დაკავშირებით ვიტყვი იმას, რომ აუცილებლად მადლობა მინდა გადავუხადო სამეგრელოში, კერძოდ ჩხოროწყუს რაიონს, ქალაქის მერს ბატონ ჯუბერიზორიას, რამე თუ გვიმასპინძლა არაჩვეულებრივად, სტუმარი ყავდა წაყვანილი ჩხოროწყუში და თავარი ჩვენი მასპინძლები იყვნენ მაინც ლესიჭინეს მესამე საჯარო სკოლა, სადაც მიიწვიეს ბატონი ორხან ბერიძე, ჩემთან ერთად, ბესოსთან ერთად და თესთან ვიყავით წარმომადგენლები და არაჩვეულებრივი ქართული სულიერებით სავსე ღონისძიება აჩუქეს მას. ასევე დიდი ემოციები აჩუქა ბატონმა ორხანმა მათ და რაღაცა საერთო გეგმებით დაიგეგმა სამომავლოდ. ძალიან კარგი, მოდით დღეისათვის ვიძენელად დაგამშვიდობებით, ესე რომ გითხრა 2026 წელს რა გეგმები გაქვთ, რომელიც უკვე ესე ვთქვათ მოინიშნეთ და უცებად ყველაფერი უნდა გააკეთო, რა თქმა უნდა, რომ შეასრულო. პირველ რიგში, როგორც მოგახსენეთ, მე ვარ ჩოხოსანი და ჩემი მომავალი გეგმები იქნება, რომ ეს ჩოხოსნობა, რომელიც მე უფლისნებით მომენიჭა და კაბადონათიას დახმარებით, პირნათლად შევასრულო ის მოვალეობები, ის ვალდებულებები, რაც ჩოხოსანს აკისრია და პატიოსნან და ღირსეულად ვატარო ეს წოდება. და შემდეგ ჩემი საქმიანობა პოეზიაში რაც შეეხება, უფლისნებით ვისურვებდი, რომ უფრო კარგად
ჩავერთო ამ უფრო მეტ ღონისძიებაში, რომელიცაც ქალბატონი ნათია დაგეგმავს და სხვა ღონისძიებებში უფრო აქტიურად და უფრო ხშირად მივიღო მონაწილეობები და უფრო კარგად ვისწავლო, ასე ვიტყოდ. გისურვებ ერთ ეს სხვადასხვა მოსწავლე არის, ან ხო, ჯერ არის მოსწავლე და ახლა თვითონ მიგნა თავმდაბალია არ განავრცო. ძალიან შემოქმედებითი ახალგაზრდა მუსიკალურიც არის, ანუ ფანდურზე უკრავს და ასევე სპორტსმენი არის და რა ვიცი, ძალიან საინტერესო ბიჭია და იმიტომ არის ჩვენს გვერდის. სპორტის რომელ სახეობაში? მორაგბე ვიყავი 4 წელი, მაგრამ რაც შევედი ფანდურზე, შემდეგ დრო აღარ მქონდა და სამწუხაროდ დავტოვე. თან ეკლესიაში არის როგორც ძირითადად სკოლა ეკლესია. ანუ რაგბს ამჯობინე ფანდური. შემოქმედებითი საინტერესოა. ხო, რაგბიც და სპორტით შემოქმედება ალბათ სპორტსამით არ ვაყოფ, ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ეს ფანდური უფრო ამჯობინე. ცხოვრება აღმოჩენების არის. მათ თქვენი გეგმები რას უკავშირდება 2026 წელს? ჩემი 2026 წელს არის პირველ რიგში რომ სწავლას მერყვა ბოლომდე და მაგის მერე სპორტში დაბრუნება და რომელიღაც გუნდში თამაში თბილისში. თბილისში, კი ბატონო. წარმატებას გისურვებ და გეთამაშოს და ქართულ კალათბურთში და არა მხოლოდ ქართულში. თქვენაც შეგეხება ნაცია, ეხა იმდენია თავიდან უნდა დავიწყოთ გადაცემისათო, მაგრამ რამდენიმე მათგანი მითხარი მოკლედ. მოდი ვახლოს გეგმაზე ბრძანა. იმიტომ რომ ჩემი გეგმები იმდენია, ამას დაჭირდება მეგონა. კი, სწორედ თქვენ. ცელი ერთკვირიანი გადაცემა ჩემთვის სპეციალურად. ახლა აი მომავალ დღეებში 17-ში ასე ვიტყვი, 17 იანვარს დაგეგმილი მაქვს ჩემი პროექტის წიგნად გამოცემული პრეზენტაცია. წიგნი გამოიცა, თქვენ იცით მე მისაუბრია პროექტის შესახებ, მე ვარ ბედნიერი შენი რუბრიკა, რომელიც 5 წელია Facebook-ზე. წიგნის გამოცემის მიზნით არა, უბრალოდ მართლა გულწრფელი რუბრიკაა და ვაწარმოებ. 5 წელი შეუსრულდა და არ ვიცოდი, ანუ როცა გადავწყვიტეთ წიგნად გამოცემა, ეს არ იყო ჩემი გადაწყვეტილება, ინიციატივა იყო ზოგიერთი მათგანის, ვინც ამ რუბრიკაში მოხვდა და მითხრეს რომ არ უნდა დაკარგულიყო ამხელა სიყვარული, რომელიც მათი მისამართით არა მარტო მე, შემდეგ საზოგადოებაც გასცა. გადავწყვიტეთ, რომ ეს დიდი მაღალპოლიგრაფიული წიგნი ყოფილიყო, მთლიანად ფერადი გამოცემა არის და საკმაოდ ვრცელი არის, 300 გვერდიანი არის. და მოკლედ მთელი წელიწად ნახევარი მოგვიწია ამაზე მუშაობა ძალიან რთული იყო. როგორც იქნა დაიგეგმა ახლა 17-ში, მეორე მუსიკალურ სკოლაში გვაქვს პრეზენტაცია, იქნება ძალიან მასშტაბური, იმიტომ რომ 120 ადამიანი არის შიგნით გაერთიანებული და მე აღმოვაჩინე რომ დავითვალე და შევხედე ან რომ მუშაობდი ამ სტატიებზე, აღმოვაჩინე რომ თუნდაც 5 წელი გასულა და რაღაცა საიუბილეო თარიღი მიეძღვნა ეს წიგნი და მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც მოისურვებო ამ წიგნში ყოფილიყვნენ. და ძალიან საინტერესო ღონისძიება გველოდება წინ. კარგით, ისეთი საინტერესო ფრაზა არის სიტყვა ბედნიერება. გჭირდება ადამიანებს ასე რომ ვიყოთ ერთმანეთით ბედნიერები და ყველაფერი გავაკეთოთ რომ ვიყოთ ბედნიერები თავად და შემდგომ გავაბედნიეროთ გარშემო მყოფები. მადლობა რომ დრო დაგვითმა, კარგ დღეს გისურვებთ და დროებით დაგემშვიდობებით მორი საეთერო შეხვედრამდე და ნახვამდის. ძვირფასი დალემაყურებლებო გადაცემაში უოთა ქუთაისში დღეისათვის ამით დასრულებულია. ბედნიერ დღეს გისურვებთ, გილოცავთ ისევ და ისევ ძველი ახალ წელს, ხვალ კინოს დღე გვაქვს, საინტერესო ფილმი უნდა განვიხილოთ, ასე რომ გადმოერთეთ მეგაზე და დაგვიმეგობრდით. ხოლმე გემშვიდობებით ნახვამდის.